მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ ჩვენს გულის ტკენას, რომლებიც ჩვენ ოდესმე ჩვენს გულამდე მოვუშვით. გავიხსენოთ ძველი დრო, ბავშვობა. არსებობდნენ ადამიანები, რომლებთანაც ერთად ჩვენ გავიზარდეთ. არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენ გავგზარდეს. ზოგმა გვაცინა, ზოგმა სიყვარული გვასწავლა, ზოგმა გვატირა, შესაძლოა გვატირა კიდეც. მაგრამ ხომ არსებობდნენ ტკბილი, სასწაულად ტკბილი მომენტებიც. ადამიანს მთელი ცხოვრება ნაცარევით ერთი შეცდომა თვალებში კი არ უნდა აფრქვიო. არამედ ისიც უნდა გაიხსენო, რომ მან შენთვის ძალიან ბევრი კარგიც აკეთა. ამიტომ უნდა შევძლოთ, აუცილებლად უნდა შევძლოთ წყენასთან და სიხარულთან ერთად ხელჩაკიდულებმა სიარული. ისინი დაძმასავით არიან. ერთს მეორის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მეორეს პირველის გარეშე. სასწაულია ცხოვრება. ჩვენ სწორად ის ადამიანები გვატკენენ გულს, რომლებიც ძალიან გვაყვარს. მაგრამ ის მომენტებიც ხომ არსებობს, როდესაც ჩვენ საყვარელ ადამიანებს გულს ვტკენთ ძალიან. არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ იმაზე მხოლოდ, რომ ჩვენ ვინმემ გული გვატკინა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აუცილებლად შეგვშლია ჩვენც სადმე რაიმე. და დარწმუნებული ვარ ყველა სოდესღაც ქვეშეუცნობლად, თუნდაც დაუფიქრებლად, ვიღაცისთვის აუცილებლად გვაქვს გული ნატკენი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ადამიანებს კი მოსდით შესცდომები. უცოდველი არც ერთი არ ვართ. უბრალოდ რაღაცნაირად მარტო ცუდზე ნუ დავფიქრდებით. კარგიც გავიხსენოთ. ტკბილი მომენტები ნუ დაგვავიწყდება. სწორედ რომ ტკბილმა მომენტებმა მოგვიყვანა აქამდე და სიცილი გვასწავლა. სწორედ რომ ესეთმა ადამიანებმა გვასწავლეს სიგეთე. და თუ მათ ოდესმე რაღაც შეეცვალათ და გვაწყენინეს კიდეც, იქნებ როგორმე შევძლოთ და ვაპატიოთ. სხვა შემთხვევაში ცხოვრება არ გამოგვიღო. ვერასოდეს ვერ მოსთხოვ ადამიანს პატიებას, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლება პატიება. დიახ, წყენა და სიხარული, ბრაზი და სიცილი დაძმასავით არიან. ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ადამიანებმა შესაძლოა ჩვენ ერთმანეთის შეცდომებით ცხოვრება ვერ შევძლოთ და ვერც ყველაფერი ვერ ვაპატიოთ, მაგრამ ხომ შეიძლება გავიხსენოთ ის დროც, როდესაც მათთან ერთად გვიცინია კიდეც. ბევრი ტკბილი მოგონება გვქონია კიდეც. ბევრი კარგიც გვახსოვს მათგან. ადამიანმა მთელი ცხოვრება ერთი შეცდომა სხვას ნაცარევით თვალებში არ უნდა აფრქვიო. არამედ უნდა გაიხსენო ისიც, რომ მას შენთვის შესაძლოა ძალიან ბევრი კარგიც გაუკეთებია ოდესმე.